სასოწარკვეთაში არიან ჩავარდნილი ნაც ჯალათები, ნაც ტელევიზიები და უკვე მარცხდებიან და აქედან გამომდინარე აი ყოველგვარ პროვოკაციაზე მიდიან. ეხლა მთავარი არხი დაიხურა ეს ბოროტების და შხამის გადმოთხევის ერთ-ერთი მედია საშუალება, იგივე დღეში არის ფორმულა, ძალიან მალე ესეც დაიხურება და TV პირველი, რომელიც არის მთავარი აი ესეთი ბოროტების სიმბიოზი. აი ყველაზე დიდი ბოროტება სწორედ აი ამ ტელევიზიიდან მოდის და ესე იგი ჟურნალისტი დააკავეს რამდენიმე დღის წინ გუშინაც საუბრობდით ალბათ თქვენ გახსოვთ მეგობრებო რომ აი ოპერატორი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და დააკავეს და გაიტაცეს ეს პოლიცია და ერთ-ერთი ამათი ჟურნალისტი აი ეს რო სადმე გააკეთო ამერიკაში გაგაციმბირები ჟურნალისტი გამოეკიდა პოლიციის თანამშრომლებს ვიღაცა ვიკა ბურატინენკო თუ ვიღაცა არის იქ ბურატინო თუ ვიღაცა ყავთ ერთი ჟურნალისტი ქალბატონი და აი ეხლა განახებ თქვენ სიუჟეტს და მიხვდებით რა დღეში არიან ეს ადამიანები აი როგორ სასოწარკვეთაში რომ პოლიციას ისე ებლატავებიან და ისე ურჩევენ საქმეს თითქოს რაღაცა ძველი ბიჭები იყვნენ აი განახებთ ანა 022 რომელიც რა თქმა აი ნახეთ ცდილობ რა გააჩერეთ ნახეთ ხალხო სუსის მანქანას მივსდებ რა გააჩერეს აი გამარჯობა ლაივში ვართ სად არის გატაცებული ოპერატორი თქვენი მანქანა ეხლა გეხვეწებით ყველამ ვიცით გასაგებია რომ ასე გზვერავდით პატრულს რო ვეძახდით პატრული არ რეაგირებს ადამიანი გაიტაცეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებმა გაიტაცეს TV პირველის ოპერატორი რომლის შესახებ თქვენ ძალიან კარგად იცით იმიტომ რომ აი ეს მანქანა ამ ნომრით გვითვალთვალებს უკვე ბოლო 1 საათია აი გადაღებული ამ რაიონში მუშაობ და შემიძლია ამ რაიონში ვიმოძრავ მერე რო გეძახით და შველას რომ მეძახი ქალბატონო არა ხა კი პოლიციელი ვარ და რომ მივხვდი რომ ფარებს ვინთებდით გავაჩერე რამდენი ხანია ფარებს გინთებს და გიქნევთ ხელებს უკაცრავენ თქვენ ამ რაიონში მუშაობთ კი არა გვითვალთვალებთ ჩვეულებრივად ვინახართ ის ვესაუბრე ლაშა ვარ თავაზე ბატონო ლაშა თაცმინდა კწანის ო ძალიან კარგი დამეხმარებით მეტყვით ოპერატორი სად გაიტაცეს ოპერატორი ერთი პოლიციამ ჩაატარა შესაბამისი ჩვენთან რატო არ მოვიდა პოლიცია ჩაეყენებინეთ საქმეს რა თქმა უნდა პატრულს რო უძახე 112-ში რო ვრეკა არ უნდა მოვიდეს პატრული 5 ჯერ დავრეკე პირდაპირ ეთერში დავრეკე პატრულთან რეკავს პატრულთან არ რეკავს 112-ზე რომელსაც შესაბამისად 112 ახარისხებს საპატრულო პოლიციის პრევენცია რატომ არ მოვიდა საპატრულო პოლიცია თქვენ ვინ ხართ აგიხსენით ვინ ხართ კიდევ ერთხელ არა კიდევ რაღაც ზეპირად ვერ გასწავლით მე არ გიდეკით ვინა ვარ უგნებოდათ გაიგეთ კი ბატონო მაინტერესებს სად არის პოლიცია არ ვიცი ქალბატონო აბა წეხლა რა თქვით მოკვლევა ჩატარდაო კრიმინალმა პოლიციამ პიროვნება დააკავდა მე არ ვიცი მეთქი კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა მოკვლევა არ მიქვია საერთოდ ქალბატონო აბა რა შესაბამისი ღონისძიება რას რო გაიტაცეს სამოქალაქო ფორმაში ადამიანებს უწოდეთ შეიძლება იყოს დააკავება და რატო დააკავეს არ ვიცი მეთქი ჩემ დანაყოფს ჩემ დამი დაქვემდებარებს და სადაც მე შევდივარ არ დაუკავებია და ვერ მოგაკეთე გამოსთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს რომელ შესაბამის ორგანოებს 112-ში ვრეკავ და არ მოდის პოლიცია ის ორგანო რომელ მოგაწოდოთ ინფორმაცია სათხოვთ დაკავებული ძალიან გთხოვთ 112-ში რო რეკავს მოქალაქე არ უნდა მოვიდეს პატრული მაგას მეუბნებით ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობ ადამიანი ვარ და ეხლა გამოძახებაზე მივდივარ მე 5 ჯერ დავრეკე და 1 საათია არც მკითხეს იქნებ სასწრაფო მინდა იქნებ რაღაც მემუქრება ანუ
ოპერატორმა ანუ მოგწონთ ეგეთი ქვეყანა თქვენ ივანიშვილს რომ ბოღმებდანდებით და დაბოღმილი კი არა აი თქვენ დემაგოგია ბოღმის პლაკატის გამო ახალგაზრდა ბიჭი რო დაიჭირეთ რა ბოღმაზე მელაპარაკებთ არ გცხვენიათ მართლა სამარცხვინოა ეს ყველაფერი მართლა არ გცხვენიათ სად არის ჩვენი ოპერატორი როგორ არის ანუ ეხლა იცი რა მაინტერესებს წეხან აი ამ ნომრით გადაგიდგათ ჩვეულებრივად ნანუკა და მე გიქნევდით ხელს და არც გაგვიჩერეთ არც დაგვდეთ პატივი რომ გაგეჩერებინათ აი გადაღებული მაქვს თქვენი ნომერი თქვენ იმასაც მითქიცეთ რომ არ დაგირეკავთ 112-იო წეხან მეუბნებოდით რომ არ დაგირეკავთო თქვენ რა იცით ჩემამდე არ მოსულა მეთქი ქალბატონო ჩემამდე არ მოსულა ისა 112-ში რო რეკავენ ადამიანები უნდა მოვიდეს პოლიცია პატრული არ არის ყველა გამოძახებაზე პოლიციის ადამიანი 112 ახარისებს შესაბამისად საპატრულო საქმეს ანუ გატაცებული როცა გეუბნები რომ ადამიანი არის გატაცებული არ უნდა მოვიდეს და გადაცემდა კრიმინალურ პოლიციას და არ უნდა მოვიდეს პოლიცია დაუყოვნებლი ეხლა მე რომ გამიტაცან არ უნდა მოვიდეს პოლიცია 1 საათია უკვე 1 საათია უკვე და შემიძლია გავაგზავნო შევასრულო ჩემი სამსახური აი ეს მანქანის რა სამსახურებრივი მოვალეობა 5 კაცი გეხვაწებოდით წეხან და არც გაგუჩერე მანქანა კი და ბოლოს აი ეს გამოგეკიდეთ ქალბატონს ნუ ლაპარაკობთ საერთოდ ქალის პატივისცემა თქვენ არით და კაცის 70 წლის პრეზიდენტს 70 წლის ჩემი ოჯახი რას ნიშნავს ჩემი ოჯახი რას 70 წლის პრეზიდენტს ყვერცხებით რა ხვდებით ეგეთი ხალხი ხართ თქვენ მოგეწონათ ხო სარკეში შენ ჩაიხედე რას გავხარ ეხლა ამერიკაში ან ევროპაში რო აი ესე გამოეკიდოს ვიღაცა პოლიციელს ფარები აუნდოს გააჩეროს გალანძღოს რას გევხარ რა ეხლა რაშვაში იყო ეხლა ეს ზურაბიშვილიც რო კვერცხები ესრულეს ეს კაცი მე სუს გამოვეკიდეო აღმოჩნდა პატრულის პოლიციის თანამშრომელი ეს ვიკა ბუკია ეს TV პირველი ჟურნალისტი ეს ქალბატონი არ ვიცი აი ესეთი რაღაც დამოკიდებულება რო აქვთ მე ჯერ გატაცებას ეძახიან დაკავებას მე რა გონიათ რომ ხელშეუხებლები არიან ჟურნალისტები თუ რა ვერ ხვდები ჩაიდინე დანაშაული პასუხი აგე ხო რა უბედურება ეს კაცი იცი ძველი ბიჭები აი 90-იანი წლები მახსენდება